ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მაგალითად ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილების არ განხორციელება, არ გატარება. მე ვთვლი, რომ ეს კანონი ხელუხლებლად უნდა დარჩეს, როგორც არის. არ შეიძლება საზღვრის დაკნინება. საზღვარი წითელ ხიდზე იქნება თუ სარფის საბაჟოზე თუ ფსოუზე. საზღვარი არის საზღვარი, ეს არის ჩვენი საზღვარი. და ძალიან მარტივი ლოგიკა თუ წითელი ხიდიდან საზღვრის უკანონოდ დამრღვევს, ასე ვთქვათ, საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთს და დამრღვევს. სისხლის ამაღლის პასუხისგებაში ვაძლევთ. იგივეს ვაკეთებთ სარფის საბაჟოდან უკანონოდ გადმომცველთან მიმართებაში. რატო ვაიოლებთ ფსოუზე არსებული საზღვრის დამრღვევთან მიმართებას? ეს ამან შეიძლება კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს და ყოვლად დაუშვებელია. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მიზეზი და მიზანი ჩვენი დღევანდელი მიტინგისა არის ესეც და სხვა უამრავი საკითხი. საერთოდ მე ვთვლი, რომ პარლამენტის ტრიბუნას არ უნდა გამოსცდეს სადავო საკითხები და ახალ ხელისუფლებას ურჩევნია რეალური დიალოგი, არგუმენტების მოსმენა და შესმენა იქ განახორციელოს, ვიდრე ის, რომ პროცესებმა გადმოინაცვლოს აქეთ. ამას არც ერთ შემთხვევაში არ მივესალმებით.